საათზე მეტია კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაულის შუამთობა აღინიშნება. რა ღონისძიებები მიმდინარეობს ამ წუთებში ნათია ლომაძისგან გავიგებთ. ის ჩვენ ბეშუმიდან შემოგვიერთდება. ნათია, როგორი განწყობა ამ მთაში? კონცერტი ამ წუთებში გრძელდება, ერთმანეთს სცენაზე ენაცვლებიან ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები. ამ დრომდე რჩება აქ უამრავი ადამიანი. კონცერტი ოფიციალურად პირველ საათზე გაიხსნა, ის გახსნა ანსამბლმა ბერმუხამ. ანსამბლის წევრებს აქვთ 40 წლის ისტორია აქვს და ანსამბლის წევრები ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის მონაწილეობენ ამ დღესასწაულში და კონცერტში. ამის შემდეგ უკვე აქ შეკრებილ ადამიანებს მიესალმნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოგესალმებით, ძვირფასო მემთეურებო, მოგესალმებით და მინდა მადლობა გითხრათ, რომ დღეს გვეწვიეთ. მე მინდა ყველას უსურვო პირველ რიგში წარმატებული მონაგრის მიღება, დაბინავება, უდანაკარგოთ პირუტყვის და სხვა ცხოველების დაბინავება და დაბაში წაყვანა. მინდა ასევე გაუწყოთ, რომ ის ყველა პირველი წელი, როცა ჩვენ ბატონ ბიზნესთან ერთად აღვნიშნეთ შუამთობა, იყო ბევრი დანაპირები და ბევრი დანაპირები, რომელიც შევასრულეთ. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს სწორედ თქვენთან ერთად ვარ მთიანი აჭარის ამ ულამაზეს სოფელში. ბეშუმში ვსტუმრობ და შემიძლია პირადად მოგილოცოთ შუამთობის სახალხო დღესასწაული. მე ყველას გილოცავ მთელი გულით. თაობებმა ეს მშვენიერი ტრადიცია ჩვენამდე მოიტანეს და შემოგვინახეს როგორც სიყვარულის და ერთობის დღესასწაული. მთაში გამორჩეული სიყვარული იცით. თქვენ იცით გატანის ფასი. და სულ სხვა ხიბლი აქვს იმას, რომ ამ სიყვარულს, ამ ურთიერთობას თქვენ დღესასწაულს უძღვნით. ეს არის საოცრება და მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი მართლმსასწაული დღესასწაული. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა მთიან რეგიონში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ აქ დაგეგმილი არაერთი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და განხორციელდება, მათ შორის იყო საუბარი კურორტ გოდერძიზე, რომელიც გაიხსნება უახლოეს პერიოდში. ასევე პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა განათლების საკითხებზე და აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში არც ერთი სკოლა არ დაიხურება. გავაკეთებთ ყველაფერს ისე, რომ თქვენ არ გქონდეთ არანაირი შეშფოთების საფუძველი. აქვე გეტყვით, რომ კომპენსაციას მიიღებენ ყველა იმ ნაკვეთების მფლობელები, რომელთა სავარგულების ჰესების მშენებლობის ტერიტორიაზეა განთავსებული. და მე გპირდებით, რომ ყველა ოჯახი მიიღებს კომპენსაციას, რომელიც ნაკვეთების სწორედ ჰესების გამო იქნება ათვისებული. ზამთრის სეზონზე გაიხსნება კურორტი გოდერძი, სადაც იქნება რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა, რაც მოიტანს დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით კეთილდღეობას ამ რეგიონისთვის. და მე ველოდები, რომ კურორტს ძალიან ბევრი სტუმარი ეწვევა და ეს რა თქმა უნდა თქვენთვის, ადგილობრივებისთვის იქნება დიდი შეღავათი. ჩემო ძვირფასებო, მაღალმთიანი აჭარა მართლაც გამორჩეული მხარეა ჩვენთვის, პირად ჩემთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საამაყო კუთხის შვილებს კონდეთ ღირსეული ცხოვრების პირობები. კონცერტის პარალელურად აქვე მიმდინარეობს სპორტული შეჯიბრებებიც, დოხი გაიმართა, ასევე მიმდინარეობს მკლავჭიძე და ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრებები. რაც შეეხება კონცერტს, პროგრამა კიდევ დაახლოებით 9 საათს გაგრძელდება.